მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ნახოთ ტრადიციისამებრ საჯარო გაშლა თემაზე თუ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. Ახლავე დავარიგებ ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ნახოთ, ხო? ნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა გვექნება. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააპაუზოთ კიდევაც. და ვფიქრობ, გააკეთებდით უკვე არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ. რაც სინათლე გავასწორე და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ? ხმლების ორიანი ამოვიდა სიგნიფიკატორად, რა ელოდება პირველ ვარიანტს 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ნახეთ აქ როგორი მოვლენები ჩანს პირველ რიგში. ეს ერთი კვირა თქვენ აუცილებლად ჩაგახედებთ საკუთარ თავში, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გახდეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო მეტად გულწრფელი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტებში ეს შეიძლება ნამდვილად არ იყოს ასიამოვნო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ სასიამოვნო ენერგიები ფიგურირებს და რატომ? პირველ რიგში პენტაკლების ცხრიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ იქნებით მატერიალურ კომფორტში, ანუ ეს არის ფინანსური კომფორტი. მაგალითად, აქ შეიძლება იყოს დაწინაურება, ფინანსური ან კარიერული ზრდა, მოულოდნელი საჩუქარი, მოულოდნელი ფინანსური ენერგია მომართული თქვენკენ, ხო? ასევე ეს შეიძლება იყოს არა რაღაც მაინც და მაინც ფინანსური მატება, არამედ უშუალოდ ფინანსური სტაბილურობა და სიმყარე. მოკლედ რომ ითქვას, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ აუცილებლად იქნებით კმაყოფილი საკუთარი თავით, საკუთარი შრომით, საკუთარი სამსახურით, საკუთარი ფინანსური ენერგიებით. თუმცა მიუხედავად ამისა, რაღაც მომენტებში აქ ჩანს ცოტა აპათიური მდგომარეობა, როდესაც თითქოს რაღაც გინდათ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდებით რა გინდათ. და ნახეთ, აქ თქვენ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ ჩახედოთ საკუთარ თავს, ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში, ემოციებში და დავუსვათ საკუთარ თავს ცოტა ისეთი რთული შეკითხვები, სადაც მოგიწევთ პასუხების გაცემა. იცით რას გულისხმობ? თქვენ მოგიწევთ საკუთარი ემოციების დამუშავება, იმის გარკვევა თუ რა ემოცია საიდან მოდის, ან საიდან წამოვიდა თქვენს რეალობაში. შესაძლოა რაღაც ტრავმების გახსენებაც კი მოგიწიოთ ზოგ თქვენგანს. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს გვერდით აუცილებლად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ ყველაფერში. თითქოს უფრო მეტად ოჯახური ენერგიები მოდის. სხვათა შორის, თუ თქვენ გსურთ ოჯახის წევრების მონახულება ან რაღაც მსგავსი, ამის შანსი აუცილებლად მოგეცემათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ენერგიები ჩანს, სადაც ოჯახთან ერთად ატარებთ დროს. უბრალოდ ყველასთან სხვადასხვანაირი ინტენსიურობით რეზონირდება და ასევე ფრთხილად იყავით ენერგეტიკულ ქურდებთან. და რა კუთხით? პირველ რიგში გააჩნიათ თქვენ სამსახურს, მაგრამ შეძლების დაგვარად არავის არ გაუზიაროთ ისეთი ინფორმაციები, რაც შეიძლება მოიპარონ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეს მეგობარი არის თუ ვინ, არავის არ გაუზიაროთ. და გარდა ამისა, რაღაც კარგი როდესაც ხდება თქვენს რეალობაში, ან რაღაც გეგმა როდესაც გიჩნდებათ, არავითარ შემთხვევაში
არ გააზიაროთ თქვენი გეგმა მანამ, სანამ მას არ შეასრულებთ. და მეცაც ვიტყვი რაღაც კარგი თუ ახალდაწყებული არის თქვენს რეალობაში, მაგალითად კარგი სამსახური ან კარგი ურთიერთობები, ისაუბრებთ ამის შესახებ ზედმეტად ბევრს. უბრალოდ გაფრთხილებთ, იმიტომ რომ ბევრი ავითვალი შეიძლება იყოს აქ, ბევრი ენერგეტიკული ქურდი და მაინც სიფრთხილე შეინარჩუნეთ. სხვა დანარჩენის კუთხით ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ მყარად, სტაბილურად იგრძნობ თავს. სულ ეს არის მეგობრებო, პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. თუმცა მაინც პირველ ვარიანტთან უფრო შინაგანი ემოციების დამუშავება ჩანდა. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება, ვნახოთ აბა თასების 7-იანი. ეს არის ძალიან ბევრი არჩევნის არკანი. თითქოს თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში დაინახავთ იმას თუ სამყარო რამდენად უსაზღვრო არის, სამყაროს რამდენი პერსპექტივის მოცემა შეუძლია თქვენთვის. და იცით, ადამიანებს ძალიან გვიყვარს კონკრეტული სცენარის დაწერა, ხშირად გგონია, რომ კონკრეტული მოვლენა მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოვიზიდოთ, ხო? მაგრამ რეალურად სამყარო არის უსაზღვრო და სამყაროს ყოველთვის აქვს უსაზღვრო გზები. და თქვენ ამას ძალიან ნათლად დაინახავთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ აბა კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ელოდებათ ნახოთ არკანი ზომიერება, თასების 4-იანი, ისევ ხმლების რა ინდია მოვიდა, კიდევ ხმლების მებევდვი. შეხედეთ მეორე ვარიანტი თქვენთან აქ რა ხდება. პირველ რიგში აქ დროთა დრო თქვენთანაც იგრძნობა დროთა დრო რაღაც აპათიური მდგომარეობა, აპათიური ენერგიები, აპათიური რაღაც ფიქრები. და ასევე აღსანიშნავი არის ის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი ინტუიცია იქნება ძალიან გაძლიერებული, ზოგადად იგრძნობ თავს ძალიან სენსიტიურად და რა თქმა უნდა ინტუიციაც უფრო გააქტიურებული გექნებათ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა თქვენს ინტუიციას აუცილებლად უნდა მოусმინოთ და უმჯობესია რომ იყოს ერთმანეთთან ამ ერთი კვირის განმავლობაში და ზოგადადაც ყოველთვის ჯობია რაციონალური გონება, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია და ემოციები იყვნენ ერთმანეთთან ბალანსში, ხო? თუმცა არსებობს რაღაც სპეციფიური შემთხვევები, სიტუაციები, სადაც ერთი უფრო მნიშვნელოვანი არის მეორეზე, მაგრამ მოდით საკითხს არ გადავუხვევ და ამ ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ასეთი ბალანსი იქნება მნიშვნელოვანი. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და ამ ერთი კვირის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ დიახ, ხვდები უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით დეტალებთან. თუ რაღაც საბუთს გთავაზობენ ადამიანები, ყურადღებით წაიკითხეთ ყველაფერი. თუ რაღაცის გამოკვლევა სწავლა ხდება, იყავით ძალიან ყურადღებით. მოკლედ რომ ითქვას, მაქსიმალურად გამოიჩინეთ თქვენი ყურადღება და განსაკუთრებით ეს ეხება რაღაც ფინანსურ, მატერიალურ საკითხებს. მატერიალური არის რა? ჩვენი სხეული, ყველაფერი რაც ეხება ჩვენს სხეულს, ჯანმრთელობა, ხო? სხვათა შორის სტატუსი, რეპუტაციაც, ფინანსები, ფული, ქონება. ამ ყველაფერთან იყავით ძალიან ფრთხილად ყურადღებით და ასევე იურიდიულ საკითხებშიც ძალიან დაკვირვებით იყავით. მით უმეტეს თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგიწევთ რაღაც გარკვეული საბუთებზე ხელის მოწერა უფრო სწორად. ყურადღებით წაიკითხეთ აბსოლუტურად ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა დეტალი. თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგეცემათ იმის შანსი, რომ დატოვოთ რაღაც კონკრეტული სიტუაცია, რომელიც უკვე ყელში გაქვთ ამოსული ნამდვილად, რომელიც ნამდვილად აღარ გსიამოვნებთ. ეს ბევრისთვის იქნება არასასურველი სამსახური, ტოქსიკური ოჯახი, ტოქსიკური გარემოცვა, ტოქსიკური, არ ვიცი, სამეგობრო წრე. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში ან უკვე დატოვებთ ამ ტოქსიკურ არასასიამოვნო ვითარებასა და ენერგიებს, ან დაიწყებთ დატოვებას როგორც მინიმუმ.
სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.